საღამშვიდობისა თქვენ უყურებთ რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის მიერ მომზადებულ გადაცემას მრავალკუთხედი. მე ნინო ჭანტურაია ვარ. ჩვენ საქართველოს ყველა რეგიონი გვიყურებს. ჩვენ გიამბობთ რა ხდება საქართველოს კუთხეებში. 2010 წელს ეწურება ვადა საქართველოს დაასრულოს მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის პროცესი. ჩვენი სტუმარი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქალბატონი ელენე თევდორაძე იქნება. ასევე გაიგებთ ექსპერტების მოსაზრებებს ფოთში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. საქართველოს Google-ის თვალით, რატომ არ არის ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ დეტალური ინფორმაცია. მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის პროცესი 1 წელიწადში უნდა დასრულდეს. ევროსაბჭოს წინაშე ვალდებულება საქართველოს მთავრობამ 1999 წელს იკისრა. თუმცა თბილისში არ გამორიცხავენ, რომ ვადებმა შესაძლოა გადაიწიოს, რადგან ამ დრომდე არ არსებობს მაჰმადიან მესხთა სამშობლოში დაბრუნებისთვის საჭირო თანხა. მესხეთიდან დეპორტირებული ქართველები კი საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებას 9 საუკუნეზე მეტია ითხოვენ. რეპატრიაციის შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა 3 წლის წინ მიიღო. ექსპერტების შეფასებით მესხების დაბრუნების მხოლოდ იურიდიული საფუძველი არსებობს და რეალურად არ არის საუბარი რეპატრიაციის პროცესისა და სარეაბილიტაციო ცენტრების დაფინანსების შესახებ. კანონში რაიმე ცვლილების შეტანას ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრის ხელმძღვანელი. ტომ ტრიერის თქმით, მთავარია რეპატრიაციის პროცესი დაიწყოს. საჭირო თანხების მობილიზებას კი ევროპა უზრუნველყოფს. ერთ წელიწადში დაიწყება აქტიური რეპატრიაციის პროცესი. აუცილებელია ამ ეტაპიდან დავიწყოთ ფიქრი როგორც საქართველოს მთავრობამ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რათა განვავითაროთ რეპატრიაციის სტრატეგია. კიდევ არის დრო აქტიური რეპატრიაციის დაწყებამდე. ამისთვის ძალისხმევას ყველა გაიხებს და ამაში დაინტერესებულია საქართველოს მთავრობაც. რეპატრიაციის შესახებ კანონი მიუღებელია ოპოზიციის ნაწილისთვის. კონსერვატორ ზვია ძიძიგური თვლის, რომ მესხების რეპატრიაცია უნდა მოხდეს, თუმცა განსაზღვრული რაოდენობით. ოპოზიციონერის შეფასებით დღემდე არ არის გამოკვეთილი, ვინ თვლის დეპორტირებულთა შორის თავს ქართველად. ეს პროცესი არ ხორციელდება, რაც ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ცუდი არ არის. ძალიან კარგია, რომ ის ადამიანები, რომლებიც 44 წელს იქნან გასახლებულები და მათი შთამომავლები ჩამოვიდნენ საქართველოში, ოღონდ ძალიან შეზღუდული რაოდენობით. იმ რაოდენობით არიან ჩამოსული, რომელსაც არ შეუძლია საქართველოში არც დემოგრაფიული სურათი შეცვალოს და არც პოლიტიკური ბალანსი არ შეიცვალოს და არც საზღვრისპირა რეგიონში არ გაჩნდეს რაღაც ანკლავი. მაჰმადიან მესხთა შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო თომა ჩაგელიშვილმა. კინოდოკუმენტალისტი კარგად იცნობს რეპატრიანტთა გაწყობას და საკითხთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებები აქვს. თუ ქვეყანა იქნება ძლიერი, ეს ადამიანი, ეს ხალხი საშიში არ არიან ჩვენი ქვეყნისთვის, მაგის თქმა მინდა. თუ ქვეყანა იქნება სუსტი და დანგრეული, ხო, საშიშია ყველა. და ყველაზე მეტად შეიძლება ჩვენ ვართ ერთმანეთთვის საშიშები. მაგის თქმა მინდა რა. ჩვენ შეიძლება ეს კარგი ქართველები მივიღოთ მაშინ ესე ტერმინს ვიხმარ ამ ადამიანებისგან. იმიტომ რომ აგერ ნახეთ გურიაში რა ხდება და არავის ნაკლებები არ არიან ეს, იმიტომ რომ გაიგეს მათ თავიანთი წარსული. რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განცხადების განხილვა ლტოვითა და განსახლების სამინისტროს მიმდინარე წლის 1 იანვრიდან უნდა დაეწყოთ. თემა სტუდიაში ჩვენ სტუმართან ერთად ვაგრძელებთ. ჩემი სტუმარი გახლავთ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქალბატონი ელენე თევდორაძე. საღამშვიდობისა ქალბატონ ელენე. ლტოვითა და განსახლების სამინისტროში უნდა დაწყებულიყო რეპატრიანტის სტატუსის მოპოვის მსურველთა განცხადებების მიღება. თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ვითარება ამ დროისთვის? უნდა გითხრათ, რომ 2010 წლის 1 იანვრიდან გაგრძელდა მხოლოდ 3 თვით დოკუმენტების მიღება. მაგრამ ეს ეხებოდა იმ კატეგორიას დეპორტირებულ ადამიანებს, რომლებიც დაიწყეს ავიღოთ შეგროვება დოკუმენტების და ვერ მოათავეს, ვერ დაამთავრეს 1 იანვრამდე, იმიტომ რომ ეს საკმაოდ ასე ვთქვათ, დროში გაწერილი დრო არის. პერიოდია, აი ამ ძალიან ბევრი დოკუმენტების შეგროვება. აქედან გამომდინარე, უბრალოდ მხოლოდ იმათ, ვინც 1 იანვრამდე ვერ მოასწრო, მაგრამ დაიწყო, მათვინ არის ასეთი 3 თვე გაგრძელებული და ისინი 3 თვეში თუ მოასწრებენ და აგზავნიან საქართველოსში თავის
დოკუმენტაციას ისინიც იქნებიან შეყვანილი საერთო აი ამ ბაზაში. თქვენ ახსენეთ დოკუმენტების შეგროვება, აი რამდენად სრულყოფილია 2007 წელს მიღებული რეპატრიაციის კანონი. ეს კანონი ქმნის გარკვეულ ბიუროკრატიულ სიძნელებს, თუნდაც დოკუმენტების შეგროვებასთან დაკავშირებით აქ არის 13 გვერდისგან შემდგარი დოკუმენტი, რომელიც უნდა ითარგმნოს ინგლისურ და ქართულ ენებზე, ხშირ შემთხვევაში მესხებმა არიციან ეს ენები, ამიტომ უწევთ მათ გარკვეული თანხის გადახდა, ნოტარიულად დამოწმება, ანუ თუ არის შესაძლებლობა, რომ რაღაცნაირად შემსუბუქდეს ეს პროცესი. არა, კანონი არ შეიძლება, აქ იყო შეტანილი კანონში ცვლილება მხოლოდ სამედიცინო ცნობებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გამოდიოდა ცოტა არალოგიკური. ის იღებს ცნობას, გვიგზავნის ავიღოთ 1 წლის წინ, მაგრამ იმ მომენტში, როცა ის მოდის, ჩვენ მაინც ვსარგებლობთ ძველი მონაცემებით, ამიტომ სამედიცინო ცნობის საკითხი მოიხსნა, ისინი შემოსვლისთანავე იქნებიან შემოწმებული და ისე გადალახავენ შემდეგ ჩვენ საზღვარს. რაც ეხება აი ამ ასე ვთქვათ ძალიან მძიმე მათვინ ბიუროკრატიულად ჩამოწერილი დოკუმენტაცია, ეს იყო ჩვენი კანონის მოთხოვნა. უნდა გითხრათ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, დონორები დაეხმარნენ იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვიტა და დაიწყო აი ამ საბუთების შეგროვება თარგმანში, ნოტარიუსთან გადასახადი თანხა. დიახ, აი ეს არის თანხა, რომელიც რომლითანაც ისინი სარგებლობენ. ერთადერთი ქვეყანა არის რუსეთი, სადაც არის პრემიერ-მინისტრის პუტინის განკარგულება, რომ არავითარ შემთხვევაში არც ერთი დოკუმენტი არ იყოს თარგმნილი არც ქართულად, არც ინგლისურად, მხოლოდ რუსულად და ამიტომაც ჩემი ასე ვთქვათ ინფორმაციით ზუსტად რუსეთიდან ძალიან უჭირთ გადმოგზავნა ჩვენთან საბუთები. ქალბატონო ელენე, არსებობს თუ არა რეპატრიაციის პროცესისთვის საჭირო დაფინანსება გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან? არანაირი თანხა მათი რეპატრიაციის შემდეგ და ჩამოსვლის შემდეგ არ იქნება გამოყოფილი, ეს ჩადებულია კანონში. ჩვენ იქ მიუთითეთ, რომ ისინი უნდა იყვნენ მზად იმისთვის, რომ ჩამოდიან თავისი სახსრებით, თვითონ პოულობენ ადგილს თავისუფალ მიწას, სახლს და ყიდულობენ თავისთვინ აი ამ საცხოვრებელ ადგილებს. ერთადერთი გამოყოფილი თანხა არის ჩარიცხული ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, რადგანაც იქ არის შექმნილი მიგრაციის დეპარტამენტი, რომელიც ამ თანხის საფუძველზე ახორციელებს იმ სამუშაოს, რომელიც საქართველოში იმ სამინისტროში ხდება. ნაკისრივალდებულების თანახმად, ჩვენ 2011 წლამდე უნდა მოხდეს ამ რეპატრიაციის პროცესის დასრულება და რამდენად არის საშუალება, რომ ჩავეტიოს თვალებში? რა, იქ არ წერია, რომ დასრულება უნდა მოხდეს 2011 წელს. იქ წერია ვადა, რა ვადამდე, ესე იგი 11 წელი, ჩვენ საქართველო უნდა ვიყოთ მზად, რომ მივიღოთ. იმიტომ რომ მათი გადმოსახლება შეიძლება გაიწევოს კიდე რამდენიმე წლით. მთავარია რომ ჩვენ 11 წლამდე მიანიჭოთ მათ რეპატრიანტის სტატუსი. აი ეს არის ჩვენი ამოცანა. და სანამ ვისაუბრებთ, რა პირობებში იმყოფებიან მესხები იანეთში, მოდით ვნახოთ ჩვენი კორესპონდენტის როენა კახიძის მიერ მომზადებული რეპორტაჟი იმერეთიდან. იცი? ხო. ხოს მეტი არაფერი არ იცი? ხო, იცი. კარგია სკოლაში? ხო. გოგონა სახელად ხო, სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში დაბადებიდან ცხოვრობს და მიუხედავად იმისა, რომ უკვე ქართულ სკოლაშიც დადის, ქართული მას თანასოფლელების მსგავსად ძნელად ეხერხება. 20 წელია ყურღელები, მაღნეამული ასეთი ქართულით სოფელ იანეთის ეგრეთ წოდებულ მეცხრე უბანში საუბრობენ. უბანში, რომლისკენაც საქართველოში რეპატრიებულ მაჰმადიან მესხთა რამდენიმე ოჯახს ქუთაისის სამტრედიის ცენტრალური ტრასიდან 30 წლის წინ გადაახვევინეს. მას შემდეგ აქ დასახლებულთათვის თითქმის არაფერი შეცვლილა. არც გზა, არც კარმიდამო, არც სკოლა, არც ურთიერთობები. შობარა და იმიტომ უჭირს ხალხს პატარა. და ყანათესავენ, საქუნელი, ცხვარი,
რო ფული დაჭირდება რაღაცა უნდა გავყოთ, იმიტომ ხელში არაფერი არაა. მეცხრეუბანში არსებულ სოციალურ ფონზე წარმოდგენის შესაქმნელად რომელიმე ადგილობრივთან გასაუბრებაც კმარა. კანი მაღაზია არა ჩვენთან, არაფერი. სულ მოვდივარ, არდა 1 კილო შეკარზე მივდივარ იმაში, სამტრედიაში. ამ ბრინჯი, თუ ახლა თუ რემია, თუ სტუმარი თუ მოვა, სულ ახლა სამტრედიაში ახლა თუ აკანი თუ იქნება აქ ფუტკა რამე მაღაზია, აკანი შევიდა მე სამტრედიაში რაფერს აყვალ სულ. საქართველოში 30 წლიანი ცხოვრების მიუხედავად მეცხრეუბნელები ქვეყნის მოქალაქეებს ჩვენ და ქართველებად ყოფენ. თუმცა აქ არავინ მალავს, რომ ქართველებთან მეტი დაახლოვება სურთ. მეტიც ითხოვენ კიდეც. ჩვენ პატარების თავიდან უნდა ისწავლო ქართულად. თავიდან, პატარიდან, სკოლიდან კი არა, ბაგაბაღიდან. და იმიტომ ხან აგანა პატარა ერთი ოთახიანი ბაგაბაღი უნდა ავშენოთ. ხან და სასყვა უნდა ხან იანეში, აგერ ახლოსა იანეთი. ხან იანეში უნდა წეყვნენ ეს ბავშვები, რომ დაიწყოს ქართული ლაბორაკი, ერთად უნდა რომ ერთად გაეზარდოს, რომ მე არ უჭირდება ქართული ლაბორაკი. მეცხრეუბნელების მსგავსად იანეთელებს ქართველებად და თურქმესხებად ყოფენ თავად იანეთშიც. მე როგორც ბაღის მართველი ძალიან ვარ დაინტერესებული, რომ ეს თურქმესხების შვილები ჩვენთან ერთად იზრდებოდეს. დიდი მოხარული ვიქნები, რომ ჩვენთან თუ ფიზიკურად შეძლებენ მოსვლას სიაროს, ჩვენ მზად ვარ დავხვდეთ და როგორც მე ვიცი და რა წარმოდგენა მაქვს მაგ ხალხზე არიან ძალიან თბილი ხალხი. ბაღში, სადაც მესხ პატარებს ასეელიან მეცხრეუბნიდან სიშორის გამო ვერავინ დადის. თუმცა ბაღის ხელმისაწვდომობაზე მეტად მესხებს ახლა სხვა რამაფორი აქებთ. მალე საქართველოში მრავალწლიანი პაუზის შემდეგ რეპატრიანტთა ახალ ნაკადსელიან. მე მინდა რომ ეს ხალხი ჩემი ცისლის ნაცვლები მევიდეს, იმიტომ მე აქ მარტო ვარ. მარტო ცხოვრება არ შეიძლება. ხორცელია, გასვენება, ასე იგი ხალხთან ერთად უნდა იყოს. ახლა ჩვენ 6 ვართ. ერთი ძმა მყავს, უფროსი ძმა ვოლგაგრადშია, უმცროსი ბაქოშია, ერთი და მყავს ყაზახստანშია, მეორე და მყავს ამერიკაში წევიდა, კრასნოდარში ცხოვრობდა. მე აგერ ვარ. თუმცა მეცხრეუბანში სულაც არ თვლიან, რომ ახალი რეპატრიანტები მათთან ახლოს უნდა დასახლდნენ. პირიქით, თავადაც ერთგვარი აღთქმული მიწისკენ მიუწევთ გული. 20 ოჯახი ვარ, 20 ოჯახი რასაყოფა, მე ხორცლია, თუ გინდა რამე თუ მოკვდები ახლა ეგენი წირდება ახლა ხალხი ბევრი მინდა. მე მინდა ახალ ცხელს ყველა მევიდეს ხალხი აზერბაიჯანიდან თუ გინდა ნანჩიკიდან თუ გინდა უზბეკისტანიდან. გოგონა სახელად ხო მეგობრებთან ერთად შორს მყოფ ნათესავებს ესალმება. ჩვენ კი დროებით გვემშვიდობება. ჟესტების ენა აქ უფრო გასაგებია.